ხშირად გსმენიათ, რომ თუ ვარჯიშობ, საკვები დანამატები უნდა მიიღო და აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომ რა დანამატები უნდა მივიღო. ან როდის უნდა მივიღო. ან რამდენია ვარჯიში, მაგალითად დღეში 9 საათი თუ სასიარულოდ გავდივარ, ეს ვარჯიშად ითვლება და დანამატები უნდა მივიღო. თუ სპორტდარბაზში რო ყოველ დღე დავდივარ ასეთმა თუ ვის. ახლა სინამდვილე რა არის? თუ ადამიანი ჩვეულებრივ დღეში დაახლოებით 10,000 ნაბიჯს გადის და რაიმე სპეციფიურ ვარჯიშებს დამატებით არ აკეთებს, მას კონკრეტული დანამატები როგორც წესი არ ჭირდება. საუბარი არაა იმაზე, რომ თუ სათანადოდ ვერ იკვებება ადამიანი, რა თქმა უნდა, ვიტამინები, მინერალები და ზოგჯერ სხვა დანამატებით შესაძლებელია მიიღოს, მაგრამ ეს არ ეხება ექსკლუზიურად არა ვარჯიშს. ჩვეულებრივ ადამიანსაც ჭირდება ან არ ჭირდება. მაგრამ თუ ადამიანი კვირაში 3-ზე მეტჯერ დადის სპორტდარბაზში, პროგრესულად ვარჯიშობს წონებით, შეიძლება სპორტდარბაზში არ დადიოდეს და გარეთ ვარჯიშობდეს, მაგრამ ან სახლში ვარჯიშობდეს, მაგრამ წონებით ვარჯიშობდეს პროგრესულად და ცდილობს, რომ კუნთები მოიმატოს, ან წონა დაიკლოს ისე, რომ კუნთები შეინარჩუნოს, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს დანამატები ჭირდებათ. მთავარი დანამატი, რაც ვარჯიშისას შეიძლება ადამიანმა მიიღოს, არის ცილა, ანუ პროტეინი. ცილას საკვებითაც ვიღებთ, რა თქმა უნდა, და საკვებით მიღებული ცილა პრიორიტეტია ყოველთვის. ოღონდ აქ არის ერთი პრობლემა. ადამიანს თქვათ 70 კილოა და ვარჯიშობს რეგულარულად და ინტენსიურად და უნდა კუნთის ზრდა. დაახლოებით ასეთ ადამიანს ჭირდება 125 გრამი ცილა ყოველ დღე. და ეს რაოდენობა ცილით რომ მიიღოს, ეს არის დაახლოებით 20 კვერცხი, ან 9 კილო ქათამი, ან 9 კილო ძროხის ხორცი, ან 9 კილო თევზი. ყოველ დღე ესეთი რეჟიმით ადამიანების უმეტესობა ვერ იკვებება. და ამიტომ ჩდება საჭირო პროტეინის, ანუ პროტეინის ფხვნილი. ანუ ადამიანის სპორტდარბაზში რო პროტეინის ფხვნილი, რაც ძალიან პოპულარულია. აქ მერე მოდის შემდეგი კითხვები, რომ რამდენი პროტეინი უნდა მივიღო, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიღო და ესე. ძირითადად სტანდარტული რეჟიმი არის 25-30 გრამი პროტეინი დღეში ერთხელ. განსაკუთრებით საუკეთესოა იმ ადამიანისთვის, ვისაც აკლია ცილის მიღება, რა თქმა უნდა. თუ ბოლო 3-4 საათის განმავლობაში ცილა ჭამე, მაშინ პროტეინის მიღება იმ მომენტში საჭირო არ არის და სასურველი არ არის. ჯობია დღის ისეთ მონაკვეთში მიიღო პროტეინი, როცა ცილა არ გიჭამია 3-4 საათიანი შუალედის ფარგლებში. რადგან ასეთი ცნება არსებობს მეტაბოლური ფანჯარა, რომელიც ნახევრად მართალია, ნახევრად არა. მეტაბოლური ფანჯარის აზრი იყო ესეთი, რომ ვარჯიშიდან მალევე თუ არ დალია პროტეინი, კუნთების ზრდა ვერ მოხდება. სინამდვილეში მთლად ასე არ არის, ორგანიზმს საკმაოდ დიდი ფანჯარა აქვს იმისთვის, რომ პროტეინები მიიღო, ან ცილები მიიღო, ეს ცილა კუნთის ზრდისთვის არის აუცილებელი, ან კუნთის შენარჩუნებისთვის. ეს ფანჯარა საკმაოდ დიდია, ამიტომ შესაძლებელია, რომ თქვათ ვარჯიშის შემდეგ დალიოს ადამიანმა, ზოგ შემთხვევაში ზოგი ცილა ჯობია, რომ ძილის წინ დალიოს და აქ ძალიან მარტივი განსაზღვრება და მარტივი მიჯნა არსებობს. არსებობს შრატის ცილები, ან ვეი ცილები და კაზეინი, კიდე სხვა ცილებიც არსებობს, მაგრამ ძირითადად ეს ორია. ეს ვეი ცილები, ანუ შრატის ცილები საუკეთესოა კუნთის ზრდისთვის, ადვილად შეიწოვება, ეფექტი ჩქარი აქვს და კუნთის ზრდისთვის არის ყველაზე პრაქტიკული, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ ვეი ცილები. თუ ადამიანი იღებს კაზეინს, კაზეინი ჯობია საღამოთი ნელა შეიწოვება, სტაბილურ ენერგიას განაპირობებს მთელი ძილის განმავლობაშიც და მადის კონტროლსაც ეხმარება. შესაბამისად, ანუ კაზეინი უფრო მადის კონტროლისთვის არის, ვეი ცილები არის უფრო მეტად კუნთის ზრდისთვის. აქ არის ხოლმე კიდე კითხვები, რომ დასვენების დღეებშიც მივიღოთ ცილები, როცა არ ვარჯიშობ, თუ მარტო ვარჯიშისას უნდა მივიღოთ. გაჩნია როგორ იკვებები, თუ დღის განმავლობაში საკმარის რაოდენობა ცილას იღებ, მაშინ არ არის საჭირო დასვენების დღეებში დამატებით ცილის მიღება და თუ საკმარის რაოდენობით ცილას არ იღებ, მაშინ სასურველია. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი არის D ვიტამინი, დანამატიც, რაც შეგიძლია მიიღო ვარჯიშის პირობებში არის D ვიტამინი. D ვიტამინი არა მარტო მოვარჯიშეებისთვის, არამედ ზოგადად ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს ყოველდღიურობაში ვერ იღებს და D ვიტამინის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებულია. ახლა ბრმად მაინც და მაინც არ არის კარგი D ვიტამინის ანალიზის ტესტის ჩატარება საჭირო და თუ 30-ზე დაბალია მით უმეტეს, 30-დან 50-დან 70-მდე კიდევ უკეთესი, მაგრამ 30-ზე დაბალი თუა მიიჩნევა, რომ მნიშვნელოვანი დეფიციტია და ასეთ შემთხვევაში D ვიტამინის მიღებას აქვს მნიშვნელობა და აზრი 1000-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე დღეში. უფრო მაღალი დოზებითაც შეიძლება, ოღონდ მაღალი დოზებით ექიმის დანიშნულების პირობებში, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო დოზების რეინჯი არის 1000-დან 2000-მდე D ვიტამინის შემთხვევაში. D ვიტამინი აუცილებელია კუნთებისთვის, აუცილებელია ძვლების ფუნქციონირებისთვის და ძვლების სიმყარისთვის. შესაბამისად D ვიტამინს აქვს ერთ-ერთი დიდი როლი და კუნთების ტკივილს იწვევს, ასევე სისუსტეს იწვევს და ვერც ვარჯიშობს ადამიანი თუ D ვიტამინის დეფიციტია. მესამე ვიტამინი და დანამატი, რასაც ვიტყოდი, არის C ვიტამინი. ახლა C ვიტამინი არის ცოტა ნიუანსური აქ, რომ ყველა ადამიანს ახლა თუ ძალიან ჯანსაღად იკვებები, ხილს ბოსტნეულს დიდი რაოდენობით იღებ, მაშინ C ვიტამინი საჭირო არ არის დამატებით. მაგრამ ადამიანების უმეტესობას ესეთი კვება არ აქვს. და აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ვარჯიში არის ორგანიზმისთვის სტრესი. მეტაბოლური სტრესია და ვარჯიშის დროს წარმოიქმნება ოქსიდანტები, ანუ ოქსიდაციური სტრესია ორგანიზმისთვის ეს. და C ვიტამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამიტომ ისიც გეცოდინებათ, რომ ვარჯიშის შემდეგ რაღაც რამდენიმე საათი იმუნიტეტი დასუსტებულია, იმიტომ რომ ორგანიზმში ეს არის ძლიერი ოქსიდაციური სტრესი. ამიტომ რომ პროფესიული სპორტსმენები ხშირად უფრო ადვილად ცივდებიან ხოლმე, ვინც ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. და ეს იმუნიტეტის სისუსტის ფანჯარა არის სუსტი წერტილი და ამიტომ არის რომ მოაცავენ ხოლმე რომ არ გაცივდე და რაღაც მალევე რომ თქვა ფეხბურთელები რომ ეს დაჯდებიან. მაგრამ ამ ფანჯრის გამკლავება ან დახურვა შეგვიძლია იმით, რომ C ვიტამინი მიიღოს ადამიანმა. ნაწილობრივ, ოღონდ სრულად არა. რადგან ამ ოქსიდაციურ სტრესს, რაც ორგანიზმს ემართება ვარჯიშის შემდეგ, ნაწილობრივ ეხმარება C ვიტამინი. ამიტომ 100-200 მილიგრამი დღეში მიიჩნევა უსაფრთხოდ. ზოგი ათლეტისთვის, ვინ ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობს, შეიძლება უფრო მეტიც, მაგრამ ადამიანის უმეტესობას 100-200 მილიგრამი ყოფნის დღეში. 1000 მილიგრამზე მეტი არ არის სასურველი რომ მიიღოთ. მეოთხე საკვები დანამატი არის ომეგა-3. ომეგა-3 არ არის ისეთი, რომ დალიო და ძალა იმ დღესვე მოგემატოს, ეგეთი საკვები დანამატი არ არის, მაგრამ გულის ჯანმრთელობას ეხმარება, ანთების შემცირებას ეხმარება ორგანიზმში და ზოგად აღდგენას ეხმარება. ეს არის მისი უპირატესობა. თუ ადამიანი კვირაში ორჯერ თევზს ჭამს და თევზის ქონს იღებს, მაშინ დამატებით ომეგა-3 არ ჭირდება, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ სასურველია. და შემდეგი არის ელექტროლიტები. ელექტროლიტების ფხვნილებიც იყიდება, სპორტული ფხვნილებიც იყიდება. ელექტროლიტების მიღება, რა თქმა უნდა, ხილი ბოსტნეულითაც შესაძლებელია, ან წვენებითაც შესაძლებელია ზოგჯერ. ელექტროლიტები ჭირდებათ განსაკუთრებით იმ სპორტსმენებს და იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობენ. რადგან ოფლის სახით კარგავენ წყალს, კარგავენ მინერალებს და ამ მინერალებს ჭირდება შევსება. და აქვე, ვინც ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ჭირდებათ ნახშირწყლებიც, ან ვარჯიშთან ახლო პერიოდში ნახშირწყლები, რაც პირდაპირ როგორც საწვავი ისე მოქმედებს. გინახავთ ალბათ, როცა სპორტსმენები, ჩოგბურთის მოთამაშეები ბანანს ჭამენ ხოლმე მაგალითად, იმიტომ რომ სწრაფი ნახშირწყალი, სწრაფი ენერგია და ვარჯიშის დროს ორგანიზმს ენერგია ჭირდება თუ ინტენსიურად ვარჯიშობთ. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და გამოსადეგი დანამატია კრეატინი. კრეატინი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალის მიერ ვარჯიშობს, ის აძლევს კუნთს სწრაფ ენერგიის მარაგს. და თუ გინდა რომ მეტი გამეორება გააკეთო, აი ამაში გეხმარება კრეატინი და დროთა განმავლობაში რომ ინტენსივობა და პროგრესი უკეთესი იყოს, კრეატინი გეხმარება ამაში. თუმცა კრეატინი პირდაპირ თვითონ კუნთს არ ზრდის, მაგრამ
ეხმარება არაპირდაპირ და კუნთს პროგრესში ეხმარება 3-5 გრამი ყოველ დღე იღებენ ხოლმე და არ არის აუცილებელი მაგალითად დატვირთვის ფაზაში ან ზუსტად ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი თუ მიაწვდის ორგანიზმი გამოიყენებს მაინც. მაგრამ აქ ერთი ნიუანსია რომ კრეატინი წყალს აკავებს კუნთში და წყლის მომატების ხარჯზე კუნთი უფრო დაბერილი ჩანს და ადამიანს უჩნდება განცდა რომ კუნთები გაეზარდა თუმცა ეს წყალია როგორც წესი და არა ცილა და არა სუფთა კუნთი ამიტომ ძალიან გადაჭარბებული მოლოდინიც არ უნდა გქონდეს რა თქმა უნდა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის